ეს არის კიდე ძალიან საინტერესო რამე, რომ იცოდეთ. ეს ფოტო ითვლება კინემატოგრაფიაში ერთ-ერთ საწყისად. ამის ისტორია ასეთია, ნახეთ, იყო ერთი მილიარდელი, რომელსაც უბრალოდ დაინტერესა ცხენი, როცა მირბის, როცა მიჭენაობს. არის თუ არა მომენტი, როცა 100%-ით ჰაერშია. შენობის დროს. ხო და ამაზე ეთყობა ძალიან ჩაფიქრდა და დაიხირავა ერთი ფოტოგრაფი, რომელმაც რაღაცნაირად მაშინდელი 1898 წლის კამერები დაალაგა, ლიანდაგებზე მე მგონი რაღაცნაირად ააწყო მექანიკურად. ცხენი გააჭენეს და ამან თავის კამერებით 12 ფოტო გადაიღო თანმიმდევრობით. და ეს არის შემთხვევა, როცა ისტორიაში პირველად გადავიღეთ მოძრავი ობიექტი კამერის მსგავსი რაღაცით. უბრალოდ ფოტოაპარატით. ყველა ვიდეო სინამდვილეში ფოტოა. ახლაც მე ვლაპარაკობ, ჩემი კამერა დაყენებულია იმაზე, რომ წამში 30 ფოტოს იღებს. ამისად ვიდეო იქნება, თორე ეხა, სამხელი ავწი 30 ფოტო გადაიღო ჩემმა კამერამ. და ამის პირველი ვერსია არის ეს ცხენი. ხო და აქ ახლა იმ ექსპერიმენტზე პასუხი ალბათ მიიღეს, ამ ფოტოში მაგალითად ძალიან ჰაერშია ცხენი. მაგრამ ძალიან ცოტა ხანია იქ, მხოლოდ 2 კადრშია. და ისე უბრალოდ ერთ-ერთ დიდარ ადამიანს რომ თავისი ინტერესი გაიტესტა, მნიშვნელოვანი რაღაც მივიღეთ. შეიძლება ამ ფოტოს დამსახურებაც არის ახლა მე რომ ვიდეოს ვიღებ. მე მაინც გამოიგონებ და ვინმე მაგრამ. ეს კაია.